რაჭული ღვინო ჩემს ცხოვრებაში და ბოდიში რაჭველებთან გამოჩნდა ყველაზე ძვირფას და ყველაზე მნიშვნელოვან დროს, როდესაც შეგვეძინა სანი. მოხდა ისე, რომ ჩემმა მეგობარმა სანის დაბადების აღსანიშნავად ნაბერაული გამოუგვიგზავნა. და ჩემთვის გახდა, როგორ გითხრათ, 53 წლის ხვდები, ასეთი ემოცია არასდროს არ მიმიღია, რაც სანიმ შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში და მასთან ერთად შემოვიდა რაჭული ღვინო. მიყვარს ძალიან, მიყვარს გამორჩეულად და მასთან ერთად დავიწყე ცხოვრება. თუნდაც აი ეს ეხლა ტვიში, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს, ჩემ რეცეპტორებზე ჯდება პირდაპირ სიამოვნებს, აი ეს ცოტა ტროპიკული ხილის არომატი, ცოტა ატამი, ცოტა ციტრუსი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ყველაფერ კარგთან ასოცირდება. დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში მგონია, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ადამიანებთან ურთიერთობა და პანდემიამაც ეს ძალიან კარგად დაგვანახა. თუ კი რამე გვენატრება ადამიანებს, მგონია, რომ ეს არის ის ჯანსაღი, ჯანმრთელი ადამიანური ურთიერთობები. რაშიც პირადად მე ჭიქა ღვინო ყოველთვის ძალიან მეხმარება. მეხმარება იმაში, რომ ის მთელი დღის სტრესი მოვიხსნა, გავთავისუფლდე, ვიყო ლაღი და ის ემოცია გავუცვალო ჩემს ოჯახის წევრებს თუ ჩემს მეგობრებს. იმიტომ რომ ესაა დღეს ყველაზე ძვირფასი. ყველა ჩართულია, გადართულია აი ამ გაჯეტებში, ყველა ჩართულია საქმიანობაში, ყველა ციფრული, ყველაფერი არის აი აქ, აი აქ. ხერხემლის მდგომარეობაც კი აქ არის და უცბად ხვდები, რომ როცა საშუალება გაქვს, აი ეს მდგომარეობა არ შეიძლება რომ ხელიდან გაუშვა. ყოველ შემთხვევაში მე ამ შანსს არასდროს ხელიდან არ უშვებ. და მეხმარება, რა თქმა უნდა, კარგი ხარისხიანი ღვინო ამაში. არასოდეს არ დამავიწყდება ხორვატიაში, დუბროვნიკში ვარ წასული გადაღებაზე, აგრაცხელ, აი უბედურება ხდება და დუბროვნიკში ვარ, სასწაული ადგილია. გული გაგიჩერდება, იმიტომ რომ რაღაცა გონია, რომ ზღაპარში იწყებ გაცოცხლებას და შენ ხდები ის გმირი რა. არ საიდან უცბად აი რაღაცა ტალავერი იყო და არ იყო ვაზი, მაგრამ ტალავერი ქონდა ვიღაცა ადგილობრივს. და იქ შევისვენეთ რა ჭრილი მომნახე და იქ შევისვენე და ვიღაცა რაღაცას გველაპარაკება, არ იცის ინგლისური, არც ერთი ენა არ იცის. და ერთი აი შევხედა, ძალიან ახლილი ვარ და არ მესმის შენ გენაცვლე, არ ჩემ გესმის შენი, არც მე მესმის და ძალიან დაღლილი და ერთი წუთი გამომიტანა გრილი ოჯახის ღვინო. ხალხო, დაღლილობა ხომ მომიხსნა. ისე ავჭიქჭიქდი, ისეთი ბედნიერი ვიყავი, მზად ვიყავი, თავიდან ჩამოსულიყავი თბილისში, კიდე გამიარა იგივე ღამე, კიდე ჩამჯდარიყავი თვითმფრინავში, გავფრენილიყავი, ჩავსულიყავი, იგივე ტყაპ გამევლო, კიდე ის კაცი მენახა, ოღონდ. იმას ისევ გამოეწოდებინა ეს, რაღაცა უცბად ჩამოასხა და დაგვირიგა. ღვინო არის ჩემთვის ემოციური მეხსიერების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. ბუნებრივია, მეც ჩემი სკივრიდან გავხსენი და გადავეცი ეს ჩვენი ქართული ღვინო. ამითი ვიყავი ძალიან ამაყი, არ გავუხსნია იქ სხვათა შორის შეიტანა სახლში, დააბინავა. აი სომელიესავით. პირველად ვსვავახლა ამ ღვინოს, ვინახარ შენ გენაცვალე, მოდი გაგიცნო კარგად. ალექსანდროული, ჩემთვის პირდაპირი ხო, აი აქაც ისე მომიწევს რომ განმეორდა, პირდაპირ იწყება მოგზაურობა რაჭაში, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს. იმიტომ რომ ყველაზე სწორი, ყველაზე ავთენტური არის სწორედ აი ის, როდესაც იმ სუნებს გძნობ და არომატებს, როდესაც რაჭაში მოგზაურობ. რაჭა ძალიან დიდია, ძალიან ლამაზია და მგონია რომ არც ერთს არ გვაქვს ადამიანებს საქართველოში დაბადებულებს იმის უფლება, რომ ერთხელ მაინც არ ჩავიდე და არ მოვინახულოთ რაჭა და არ შევიგრძნოთ ის სილამაზე, ის სილაღე და ის სიდიადე, რაც მას გააჩნია. მე მეღვინე როგორც ომელია ბუნებრივია შეფასებას ვერ გავუკეთებ ამ ღვინოს, მაგრამ ესეც აი იმ სერიიდანაა, რომელიც პირდაპირ არის მოგზაურობა, პირდაპირ არის ჩემი მიწაწყალი, ჩემი კულტურა და ჩემი საამაყო ღვინო.